გამარჯობა მოგესალმებით. როგორც იქნა გავიდა ჩვენი გადაცემა პირდაპირ ეთერში დაიწყო და წინა გადაცემა სპონსორის გამო ჩავარდა. ეხლა კი გამოჩნდა ახალი სპონსორი და შეგვიძლია დავიწყოთ გადაცემა სახელად პალატა ნომერი 9. გამარჯობათ, გილოცავ გიორგი. ჩვენ გადაცემას მართლაც გამოუჩნდა სპონსორი. და ჩვენი სპონსორი არის დამკრძალავი ბიურო. რა დამკრძალავი ბიურო? ეგ არის სპონსორი გამოგვიჩნდაო? ო, დამკრძალავი ბიურო, რა იყო, რა მოხდა? ასე გითხეს, რომ თუ რამე დაგჭირდეთო თქვენ გვერდში გვიგულეო. მაგენი, ჩემთვის დუდგენ გვერდში, მოშორდო ნახიდა, არ გვინდა. გამოჩნდება ვინმე კაი სპონსორი და ჩვენ გადაცემას დააფინანსებს და დაგვიდგება გვერდში. ხო, იმედია გამოჩნდება. მაგის გამო ახლა არ დავხურავთ გადაცემას. არა, არ დავხურავთ. უამრავი პრობლემებია და მოვაგვარებთ ამასაც. ზუსტად გადაცემა პრობლემების მოგვარებაზე არის. რა თემაზეა ახლა გადაცემა? რა პრობლემა უნდა მოვაგვაროთ? რაზე უნდა ვისაუბროთ? რაზე უნდა ვისაუბროთ და ყველაზე მთავარი პრობლემა რა აქვს ადამიანს? რა არის და ეს არის ჯანმრთელობა. თუ ჯანმრთელად არ ხარ, თუ კარგად არ ხარ, არაფერს აზრი არ აქვს. ხო, და ამ პრობლემაზე ვისაუბროთ, ჯანდაცვაზე ვისაუბროთ. ავად გახდომის ადამიანს არ უნდა ეშინოდეს ექიმთან მისვლის, რამე ოპერაცია რო დაჭირდეს, იმის არ უნდა ეშინოდეს, რომ ვერ გაიკეთებს ამ ოპერაციას. ფული არ აქვს, საკმარისი, ძვირი ღირს ოპერაციები. და ამ თემაზე მინდა ვისაუბრო. მართლაც საინტერესო თემა არის და რას ხედავ ახლა, რა პრობლემას ხედავ და რისი მოგვარება შეიძლება. რა პრობლემა არის და ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ მაგალითად რამე დაჭირდეს ოპერაცია, რომ ეს ოპერაცია გაიგეთოს ძვირი ღირს და მართალია მთავრობა ეხმარება, არის საყოველთაო დაზღვევები, 70%, 80% გიფინანსებენ, მაგრამ არის ისეთი გაჭირებული ოჯახები, რომლებსაც ის დარჩენილი 20%-ის გადახდა არ შეუძლია. ხო, ბევრი მიმართავს დახმარებას, მერე რაღაც ფონდები არის, შემოწირულობები და რაღაც ფულს აგროვებენ და დახმარება და არ არის საკმარისი. ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. არის სადაზღვევო კომპანიები, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს და ამის საშუალება ხალხს არ აქვს. მართალი ხარ და შენ რას ფიქრობ, რა არის გამოსავალი და როგორ მოვაგვარავთ ეს პრობლემა? ერთი იდეა მაქვს ჩემო გიორგი, მაგრამ რამდენად გამართლებს არ ვიცი, ჩვენ უნდა ვცადოთ. ყველაფერი ჩვენ ხელში არის. ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ და ერთად ყველაფერი გამოგვივა. საქართველოში რამდენი ცხოვრები ვართ? 3 მილიონი, ყველაზე ბევრი თქვათ, ან ცოტა საშუალოდ. 3 მილიონი თუ არა, 1 მილიონმა მაინც რო გავაკეთოთ ეს საქმე, გამოგვივა. ვერ დავავალდებულებთ ყველას, მაგრამ ვერც ვაიძულებთ, მაგრამ სურვილი თუ ექნებათ და მიხვდებიან და გაიაზრებენ თუ რას ვაკეთებთ, ყველა გვერდში დაუდგება ერთმანეთს. ანუ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ფონდი საყოველთაო საქართველოს მასშტაბით, უნდა იყოს რა თქმა უნდა გამჭვირვალე, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხედავდეს თუ რა ხდება. ანუ თითო ადამიანმა ყოველ თვეში ყველაზე მინიმუმი ლარი რო ჩავრიცხოთ ამ ფონდში, თვეში მილიონმა ადამიანმა მილიონი ლარი ხო არის. ამ მილიონი ლარით რამდენი ადამიანის დახმარებას შევძლებთ, რამდენი ოპერაციის გაკეთებას. ეს ყველაზე მინიმუმი ლარი რო ვთქვა და ვისაც რა საშუალება ექნება 5 ლარს დარიცხავს, 10 ლარს თუ მეც მათზეა დამოკიდებული. ხო და ეს უნდა იყოს ისე უნდა გაკეთდეს, უნდა იყოს გამჭვირვალე. ხედავდეთ, უნდა იყოს საიტი, ან აპლიკაცია შევიდეთ, შევხედოთ რამდენი ფული დაგროვდა
და რაში იხარჯება ეს ფული, რომელ საავადმყოფოში, ვის რაში დაჭდა ოპერაცია რო გაკეთდა, რამდენი გადაირიცხა და ასე უნდა კონტროლდებოდეს. ხო, მართლაც საინტერესო არის ახლა მაგეგმა და როგორ უნდა განვახორციელოთ რა შეგვიძლია ჩვენ უბრალო ხალხს მაგალითად. რა შეგვიძლია და პირველ რიგში ეს თემა უნდა მოვიწონოთ, ეს გეგმა და ვთხოვოთ მთავრობას დაგვეხმაროს, გვერდში დაგვიდგეს რომელიმე ბანკთან შეთანხმდეს და ეს ანგარიში გახსნას და ეს ფონდი შეიქმნას და შევძლოთ ფულის ჩარიცხვა. თქვა და ეს ყველაფერი შევძელით არის ფონდი, ფული ირიცხება და მერე რა ხდება? მერე რა ხდება და ეს ყველაფერი გამჭვირვალე თუ იქნება, უნდა იყოს აუცილებლად, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. რო გამოჩნდება საავადმყოფოში ვინმე ისეთი პაციენტი, რომელსაც დაჭირდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, სიკვდილის სიცოცხლის საკითხზე რო არის და ფულზე აღარ უნდა იყოს პრობლემა, უცბად უნდა ამ ფონდიდან გადაირიცხოს და გაუკეთდეს ოპერაცია. შეიძლება ვერ შეგროვდეს საკმარისი თანხა, მაგრამ მილიონებზე ლაპარაკი მოგროვდება მილიონები, მაგრამ არ ვიცი ახლა სტატისტიკურად რამდენი საჭიროებს ოპერაციას, ვის რამდენი და ეს ხარჯები თუ დაფარავს. მაგრამ ყოველ თვეში ხო შეივსება იქ, ხო იქნება ჩარიცხვები და მოხერხდება ყველას თუ არა უმრავლესობის 80%-ის დახმარება, რა ვიცი, მაგ ბიუჯეტია დამოკიდებული, ჩვენ რამდენს მოვაგროვებთ იქ. მე მგონი ყველას უნდა იყოს იქ იმდენი მოგროვდება, მილიონობით იქნება და თან ყოველ თვეში ჩაირიცხება და არ გვექნება პრობლემა ფულთან. და ყველა იმედიანად იქნება, არ გაუჭირდებათ არავის იმის რომ დაჭდეს საავადმყოფო ოპერაცია და ფულზე ფიქრი აღარ უნდა ქონდეს. არსებობს ფონდი და გადაიხდის და ყველანი ვიქნებით იმედიანად და ჯანმრთელობაზე პრობლემები არ უნდა გქონდეს. მართალი ხარ, არ უნდა იყოს პრობლემა, იმიტომ რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ, არ ვიცით ვის რა დაგჭირდება, რა დროს რა დაგჭირდება. და ზუსტად მაგიტომ არ უნდა დაგვენანოს ის თვეში 1 ლარის დარიცხვა, ყველაზე მინიმუმს ვამბობ და ვისაც რა საშუალება 5 ლარი იქნება თუ 10 ლარი იმ ფონდში ჩაირიცხოს. ეს შეიძლება შენ არ დაგჭირდეს, მაგრამ ეს ჩათვალეს სიკეთედ აკეთებ სხვას ეხმარები, ხო და სიცოცხლეს გადაარჩენ. და ამაზე კარგი რა უნდა იყოს. და რას ფიქრობ, გაამართლებს ეს ფონდი? რა თქმა უნდა გაამართლებს. 100 თუ არა 99% ვარ დარწმუნებული რომ გაამართლებს. თავარია ჩვენი გვერდში დგომა, გავერთიანდეთ და მოვინდომოთ. ჩვენ თუ მოვინდომებთ ერთმანეთს გვერდში დაუდგებით, ყველაფერი გამოგვივა. და ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს და გაკეთდეს, თავარი არის მივაწვდინოთ ხმა, ვისაც აქვს ამის საშუალება, რომ ეს გააკეთოს. ანუ ახლა ჩვენ ხო გადავიღეთ ვიდეო და ვსაუბრობთ ამ თემაზე. ვინც ამ ვიდეოს უყურებს, მოიწონებს და დაფიქრდება, რომ მართალს ამბობენ ეს ბიჭებიო, გააზიარეთ და მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებამდე, ვისაც შეუძლია ყველაფრის განხორციელება და გაკეთება. განსაკუთრებით იმათმა იაქტიურეთ, ვისაც გამოვლილი გაქვთ ეს პრობლემები და იცით რა არის და როგორი ძნელი არის ეს ყველაფერი და თუ ჩვენ შევქმნით ამ ფონდს და შევაგროვებთ ფულს ყოველ თვეში 1 ლარი ყველაზე მინიმუმი, შევძლებთ დავეხმაროთ ყველას, ვისაც ჭირდება ოპერაციები და სიკვდილის სიცოცხლის საკითხი არის, ხო და აქ არ არის ვარჩიოთ ვინ არის პოზიციონერი, ოპოზიციონერი და ვინ ქრისტიანი და ყველას გვჭირდება ეს და დაგჭირდება და ყველა უნდა გავერთიანდეთ და შევასრულოთ ეს საქმე. მართალი ხარ, მგონი მართლაც არ არის ეს ცუდი იდეა და მართლაც გვერდში დგომა გვჭირდება და
მივაწვნოთ ხმა, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება. გააზიარეთ ეს ვიდეო და ნახოს ყველამ და დაფიქრდნენ თუ რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებული არის და მადლობა ყველას. დროებით დაგემშვიდობებით, ჩვენ შემდეგ გადაცემას სხვა თემაზე გადავიღებთ და ვისაც მოგეწონებათ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს არხი და უყუროთ.